მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ თქვენ? მოგესალმებით თამარ გეპარდი, თამარ ინასარიძე, თამარ მეფე. რაო და ბოლოს სტალინსაც მივადექით მეგობრებო. გადავშალე წიგნი. ბეძებდი თუ რას ამბობს სვიეთ გამსახურდიაზე ნარიმანი. მართალია გადაიშალა იმ ადგილზე, სადაც ნარიმანი სვიეთ გამსახურდიაზე რაღაცას ამბობს, მაგრამ სანამ იქამდე გადაიშალა ჯერ სტალინზე და მოდი ვნახოთ რას ამბობს ნარიმანი სტალინზე. მოგესალმები პირველი მსმენელი შემომიერთა. ესე იგი ეს არის ეს წიგნი მეგობრებო, ეს წიგნი ვისაც გაინტერესებთ, ზოგმა არ იცოდა რა წიგნიო, ნარიმანის მრევლიდან რა წიგნიო, რა წიგნზე საუბრობო საერთოდო ვერ გავიგეთო და ესა რა, ესა. მონაზონი ნიკოლოზი, ნარიმან ბაგრატიონი, ჩანაწერები და ნასაუბრები. იქ ცომი მომცხებია. მოკლედ. ეს წიგნი კიდევ ერთხელ. ეს წიგნი. ამ წიგნზე საუბარი მეგობრებო. გვერდი 152. ამირანმა რომ ბაყბაყდები მოკლა, 3 ჭია ამოძვრა. თეთრი, წითელი და შავი. ჯერ მოკლა თეთრი, მერე წითელი, შავსა შეება მაშვრალი, შავმა აიღო ჩაყლაპა შავი ზღვისაკენ გასწია. მერე მორჩა. აქ დამთავრდა. ამირანს ხო დიდ ხუჩაბას აჭედებენ მჭედლები. ესე იგი, საიდუმლო სერობაზე. ამირანი კაცია ჩემსავით, ხოლო ქრისტე უდრის ღმერთია. იესო არა ღმერთი, ქრისტია ღმერთი, ქრისტეს სახელია, როგორც შემისახელია ნიკოლოზი. ესაა ძეღმერთი. მამას ჰქვია გიორგი. იესო ქრისტე ერთად არ შეიძლება. ორი სახელია. იესო ძეღმრთისაო, შემიწყალა მესოდვილი, დედა ღმრთისა, ღვთისა, ძეღვთისა, ესე იგი, იესო მარიამის შვილია. ეხლა შესავალია ეს რა, ყველაფერი აქ წერია ესენი და ორი უდრის ორი ძირითადი პრინციპია სამყაროში. პირველი იესო, მეორე სტალინი მეგობრებო და წავედით სტალინის გვერდზე. ვისაც კითხვა გაინტერესებთ, დაასტოპეთ და შემდეგ წაიკითხეთ. ეხლა გამოვატრიალებ ისე დაგენახებით ულამაზეს ქალბატონ თამარ ინასარიძეს დაგანახებთ და წავიკითხოთ. ესე იგი, პირველი იესო, მეორე სტალინი. მიზანი ამართლებს საშუალებას. იესო ამბობს, საშუალება თვითონაა მიზანი, მაგალითად სიწმინდე. სტალინის პრინციპი ქართველი კაცის გახდა პიდარასტი და მოკლა აღარ მაჰმად ხანი. ესე იგი, სტალინს ახსენებს ახლა ნარიმანი, ხო ჩვენ გვაქვს საუბარი სტალინზე. მივადექით სტალინს, ვინ იყო სტალინი? მოდი ვნახოთ რას ამბობს ნარიმანი, მერე ჩემს მოსაზრებას გეტყვით. კარგით? ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ მე სტალინი ვარო, ამბობს ნარიმანი. მაშინ ვნახოთ რას ამბობს სტალინზე. სტალინის პრინციპი, ტირე, ქართველი კაცი გახდა პიდარასტი და მოკლა აღამაჰმად ხანი. იესო არ ეთანხმება. სიწმინდე არ უნდა დაერღვიაო. ხო და ამიტომ თქვენ უნდა შეეკითხოთ თქვენს თავს. სტალინის ეკლესიაში გინდათ თუ იესო? ალბათ აქ შეშლა არის. სტალინი ეკლესიაში გინდათ თუ იესო? არა, შეიძლება ესეც არის. სტალინის ეკლესიაშიც გინდათ თუ იესო გინდათ? სააკაძემ ხომ მიიღო მაჰმადიანობა, დავით აღმაშენებელიც სულ მასე იყო. ქართველები თავის თავს ატყუებენ. 2000 წელი საქართველომ იცხოვრა იომა სტალინის პრინციპით. თქვენც იმიტომ ხართ გაპობილი, დაუკმაყოფილებელი, სულიერი შიმშილობაა. სიზმარში მითხრეს, ქალაქის სარწმუნოება სხვა და სოფლის სხვა. ხო, გავაგზავნოთ.
გავაგრძელოთ. ესე იგი, სტალინი არა კაი ტიპი რა და არჩევანის წინაშე დაგაყენათ ნარიმანმა. გინდა სტალინი თუ გინდა იესო. ქართველები სტალინის პრინციპით ცხოვრობენ 2000 წელი. აი, იესოს პრინციპით ჯერ ვერ დაიწყეს ცხოვრება როგორც ჩანს. თუმცა ზოგიერთი ამბობს, რომ თვით ნარიმანი ამბობს, მე სტალინის რეინკარნაცია ვარო. ვნახოთ. სიზმარში მითხრეს, ქალაქის სარწმუნება სხვაა და სოფლის სხვა. შენ ადრეც მეუბნებოდი, ახალგაზრდობაში რომ დასავლეთ ქართველთა სარწმუნოება სხვაა და აღმოსავლეთ სხვა. აღმოსავლელთ არა აქვთ სულიერი შიმშილი. გონებრივი არაფერს არ ეძებენ, კმაყოფილები არიან, ხოლო ჩვენ დასავლელნი უკმარისობის გრძნობამ ლამის გაგვაგიჟოს. სულიერი და გონებრივი შიმშილობა, ანუ დაუკმაყოფილებლობა ძის იესოს რელიგიით და ვეძებთ ღმერთს, მამის რელიგიას. ძის იესო ქრისტეს სულიერი დაუკმაყოფილებლობა და ვეძებთ მამის რელიგიას, ხო? სანამ სოფელს ჭირია, გმირს ადიდებს და როცა არ სჭირია, გმირს კლავს, იმიტომ რომ გმირის სინდისის მხილება. წაღვერში გმირთა დიდების სოფელში მიშა ბოწო 24 საათი რესტორანში ზის და ერთი და იგივეს იძახის. გიორგი სააკაძე. ესე ეომება ქურდულ პროგრამას, რადგან საზოგადოებას არ შეუძლია იდეალის გარეშე. სტალინის ადგილი დაიჭირეს ქურდებმა. ჩვენი ბრძოლა არის ურწმუნოთა წინააღმდეგ. ჩვენი ბრძოლა არ არის მორწმუნეთა წინააღმდეგ. რწმენის მიხედვით სამართლდება ადამიანი. სარწმუნოებით სამართლდება მორწმუნე, გადარჩება ურწმუნო, დაიღუპება. ამიტომ უნდა გქონდეს მორწმუნის რეაქცია, მორწმუნის შეგნება. ხალხს არ აქვს ადამიანობა. ადამიანის რეაქცია არ აქვს. არ აქვს ადამიანის შეგნება და მორწმუნის შეგნება. ადამიანის შეგნება და მორწმუნის შეგნება ექნება? მორწმუნის მერე არის მაღლა, ეკლესიური შეგნება, ეკლესიური რეაქცია, სიყვარული, პიროვნული მოვლენა. თუ სიყვარული გინდა, უნდა გახდე პიროვნება, მხოლოდ პიროვნებებს აძლევს ღმერთის სიყვარულს. სიყვარული გვირგვინია, ჯილდოა, დამსახურება უნდა, გამომუშავება უნდა, მოფრთხილება უნდა. სიყვარული ინდივიდუალური მოვლენა. ინდივიდებს ემართებათ სიყვარული, ჯანდაბა. არა, ჯანდაბა ჩემი იყო უკვე. მხოლოდ ხო, და მე ტირიან. ხო, სიყვარული ინდივიდებს ემართებათ პიროვნულია, ამიტომ ზოგადი სიყვარული გაბნება, დაბნება, აბსტრაქტულია, უბრალოდ. ჯერ უნდა შეიყვარო ერთი ცოდვილი ადამიანი, კონკრეტული პირი, ამის მერე ხდება ადამიანის შეყვარება. ყველა ადამიანი ცოდვილია, ამიტომ ადამიანის შეყვარება იწყება ერთი კონკრეტული ცოდვილი ადამიანის შეყვარებით. ასე შემაყვარა ადამიანი მამა გაბრიელმა. ჯერ გამეცნო, როგორც უდიდესი ცოტილი, ყოველნაირად გარყვნილი და გადაგვარებული, მერე მაინც შემაყვარა თავი და აქედან მთელი მსოფლიო. ზვიად გამსახურდია, აი დღეს მაინტერესებს ზვიად გამსახურდიაზე რა ამბობს თქო, ხო? დავიწყე ეს ლაივი და ზვიად გამსახურდია. მე ვარო იესო ქრისტე, თუ სამღვდელობა არ მომინათლავს ჩვენს, მე თვითონ მომნათლავო. სელიმ ხიმშიაშვილი, მე ვარო ღმერთი, მე ვარო სერაფიმ მთავარანგელოზი, მე ვარო სერაფიმი, მე იესო ქრისტესავით სულწმინით ვარ ჩასახული, მე ვარ ჰიმლერი. ხო, ეს ამბობს სელიმ ხიმშიაშვილი. სიაფანდების ბელადი, აქილევსი, დიდი ზღვაოსანი, სოსლან ლომაძე. იესო ქრისტე მე ვარ, დავით სოსლანი, პომპეუსი. სოსლან ლომაძე, ვინ არის სოსლან ლომაძე, არ ვიცი. პომპეუსი, კავკასიური უძველესი ფალავანი სოსლანი, უდიდესი მძლეოსანი, შტირლიცი, ალექსანდრე დასავლიძე.
ჩამოთვლეს ახლა ამ რაში მჭირდება ვინ რას ამბობს. უნდა ამოვიცნოთ ფაქტები, თუ ვინაა იესო ქრისტე. მეორედ მოსვლის მოლოდინი რელიგიური მოვლენა, რელიგიის დამაარსებელი, ეკლესიის დამაარსებელი, სიწმინდე, უცოდელობა, ბერობა, დევნილი ცხოვრება, პატრიარქთა შეფასება, ეკლესიის შეფასება, სამშობლოს შეფასება, გმირთა, ქადაგებდა ებრძოდა სამღვდელოებას, გაბატონებულ რეჟიმს, ბატონებს, დამპყრობებს, ლაზი, მაღალი, ლამაზი, მაღალი, მეცნიერი, სიტყვაძლიერი. რწმენა, რწმენის დანგრევა, სოსლანი ამბობს, მე და ნარიმანი ერთნაირები ვართ. ესე ნარიმანი ჩემზე მეტია, მამა ღმერთია, მრევლი, მოწაფეები, მამისადმი დამოკიდებულება, კურნალი, სასწაულმოქმედი ნათლია, შენი მტრებით გაცნობ შენ, შენი მეგობრებით გიცნობ შენ, შენი მტრებით გიცნობ შენ, წმინდა ოჯახი, ხურო, დურგალი, უბინაობა, ასკეტიზმი, ხურო, ვინ არის ხურო, დურგალი, უბინაობა, ასკეტიზმი, უჭმელუსმელობა, სახალხო ცხოვრება, უქონლობა, ვინაა ლაზარე, გელა ზაქარიაძე ამბობს, მე ვარო ქრისტეს მეგობარი ლაზარე, სელიმი ხომ არაა ლაზარე, დღის მკვიდრი ყარდა, გიჟად გამოცხადება, უარყოფა, გაუგებრობა ოჯახიდან, გენეტიკა, მეფე, ჯერ ელიამოვაო, წიგნიერი განათლება, დევნილობა, ბავშვობიდან აღიარება, ძალა, მაცხოვრებელი ცხონების სიტყვები. მოკლედ ერთი სიტყვით რა, ეს აქეთ უკვე მიაყარა ყველაფერი ერთმანეთზე, მაგრამ სტალინზე ხო გავიგეთ ხალხო, სტალინზე ამბობს ეს ნარიმანი, რომ გინდათ სტალინის პრინციპით იცხოვრეთ, გინდათ იესო ქრისტეს პრინციპით იცხოვრეთ. ამიტომ სტალინსა და იესო ქრისტეს ნუ გააიგივებთ და სტალინი წმინდანი არ ყოფილა ჯერ ეგერთი. სტალინი იყო ჩვეულებრივი მაგი, ჩვეულებრივი მჩხიბავი, ჩვეულებრივი ძალმოსილი მასონთა მსახური. ჩვეულებრივი არა, მაგრამ არაჩვეულებრივი ადამიანთა გამანადგურებელი მანქანა. და თქვენ გინდათ სტალინზე კარგი რაღაცეები თქვათ, მაგრამ არაო, ნარიმანმა არაო, არ თქვათო კარგი რაღაცეები, თორე თიც დაგიგ. ხო, მე არის ეს საინტერესო რაღაცა არის, რომ წავიკითხე ესეთი მოვლენა, რომ მოკალითო ყველა მოკალითო აბსოლუტურად არ დაინდოთო ვინც მე ნარიმანს დამჩაგრავს, ქრისტე ღმერთმა დაჩაგროს 100 მილიონჯერ უფრო მეტად, ვინც მე ცუდს მიზამს, ქრისტე ღმერთმა 100 მილიონჯერ უფრო მეტი ცუდი უქნას. ანუ თია ჩვენ რომ 1000ჯერ ვუგზავნით ხოლმე ცუდ რაღაცას, ვინც ჩვენ დაგვწყლოსო 100 მილიონჯერ უნდა გავუგზავნოთ, 1000ჯერ არ იყოფა. თქვენ ყველანი ცოდავთ, იმიტომ რომ მე არ მაქვს ტვინი, თქვენ გააქვთ, მე არ ვარ წმინდანი, თქვენ ხართ, მე არ მაქვს ძალა, თქვენ გაქვთ, არ მაქვს ჯანმრთელობა, ფეხები, კუჭი, ფილტვი, ყელი, თვალები, არავის არ უნდა წმინდანი. მოსამართლე ბოროტებასთან მეომარი ჩემი არსებობა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი ძალის მქონეს, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო მტრობს, მხოლოდ და მხოლოდ ის გადარჩება, ვინც შეებრძოლება ბოროტებას. 2016 წლის 15 ივლისი. სვეტი ცხოვრობა, ერთადერთი კაი და სამართლიანი კაცი, ნარიმანი. ბრძანება, აღმადგინეთ, რაც არსებობს კაცობრიობა, მე მამა ნიკოლოზი, მღვდელ მონაზონი, ნარიმან გივიძე მამაკარაშვილი, ვარ მსოფლიოს ერთ-ერთი მბრძანებელი მოსამართლე მეფე, პრეზიდენტი, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საბჭოთა კავშირიც, როგორც კი ვხდები წმინდანი ღმერთი, მაშინვე ვხდები ყველაფერს უფრო, როგორც კი ვხდები წმინდანი ღმერთი, მაშინვე ვხდები ყველაფრის უფროსი, მამა გივი, ალექსანდრის ძე, მაკარაშვილი, გიორგი სააკაძე, ამოწყვიტეთ ჩემი მტრები. დედა რუსუდან ჩინეთის იმპერატორია, ამჟამად დედოფალი რუსუდანი, სამუელის ასული ცინცაძე, მეუღლე რუსუდან გელაძე, დედოფალი, ამჟამად მოსეს შვილიშვილი, ამოწყვიტეთ მტრები, ამოწყვიტეთ, ზიად გამსახურდია, თქვა, მე ვარო იესო ქრისტე, ჩემი შეფასება ანტიქრისტე, თუ სამღვდელობა არ
მომინათლავს შვილს მე თვითონ მოვნათლავო. ნუ ანტიქრისტე გამოიყვანოს ჯერ გამსახურდია ნარიმანმა. იმის გამო რომ ზვიადმა თქვა, ესე იგი თუ სამღვდელოება არ მომინათლავს შვილს მე თვითონ მოვნათლავო და ეს ამიტომ არის ანტიქრისტე ზვიად გამსახურდია. ედვარდ შევარდნაძე, პატრიარქი ილია მეორე, ეს სამი არის ჯება უჩემოდ. ანუ ზვიად გამსახურდია ედვარდ შევარდნაძე და პატრიარქი ილია არის ჯება უნარიმანოდ. მზის საქმეში ვინც არიან? ნატო ცინცაძე, ამოწყვიტეთ. ლევანი თავდგირიძე, ნოდარ ვიღაცეები, იაკობ ბეგო რაღაცა ვასაძეო და ასე შემდეგ, არ ვიცი ვინ არის ეს ხალხი. ამოწყვიტეთ ბოროტები, სიწმინდის დამრღვევნი, ეკლესიის მტრები. რატო არ აკეთებთ მერე? აბა ნარიმანის მრევლო, აბა ამოწყვიტეთ ყველა ვინ სიწმინდეს არ ღვევს, ეკლესიის მტრები და ასე შემდეგ. რატო არ აკეთებთ? სანამ არ შეასრულებთ ჩემს ბრძანებებს ქრისტე ღმერთმა არ გაგახაროთ, გაიგეთ? აი დაუწყებლი ხართ ამ ხალხს რომ არ გაგახაროთ ქრისტე ღმერთმაო და რატო არ უსრულებთ? კაცო თავს ისჯით თუ რა ხდება. არც ერთი წამი ჩემი დაჩაგვრისთვის ერთი ცალისთვისაც კი ქრისტე ღმერთმა დაგჩაგროს 100 მილიონჯერ უფრო მეტად. ვინც არ შეებრძოლება დახოცავს ბოროტებს, ვერც გადარჩება. ვინც მე რამე ცუდს მიზავს, ქრისტე ღმერთმა უქნას ცუდი. 100 მილიონჯერ უფრო მეტი. რადგან მე არ მაქვს ფეხები, ტვინი, ჯანმრთელობა, ცოლი, შვილი, სექსი. არ მაქვს სექსიო. თქვენ ყველანი მთელი მსოფლიოსი ცოდავთ თან ყველა წუთში ამძიმებთ ცოდვას. მონაზონი ნიკოლოზი 2016 წლის 15 ივლისი ნარიმანი. ბრძანება რაც არსებობს კაცობრიობა მე ნარიმან გიძე მაკარაშვილი მონაზონი ნიკოლოზი პატრიარქი ვარ. ერთპიროვნული მმართველი მთელი მსოფლიოსი, ერთადერთი მოსამართლე, იმიტომ რომ მარტო მე ვარ მართალი, წრფელი, პატიოსანი, კეთილი, საყვარელი, უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი, ერთადერთი მე, იმპერატორი, მეცნიერი, იმიტომ რომ მარტო მე შემიძლია სამართლიანობა გამრავლების ტაბულა, სხვა ყველა აფერისტია, მთელი მსოფლიო აფერისტია ჩემს გარდა, ამიტომ არავის არ აქვს ლაპარაკის უფლება ჩემს გარდა. მარტო მე ყველაფრის და ყველანაირ ორგანიზაციის უფროსი, დამაარსებელი, პატრონი, ხელმძღვანელი, წარმმართველი, მამა გივი ალექსანდრეს, ძე მაკარაშვილი, გიორგი სააკაძე, დედა რუსუდან სამუელი, ასული ცინცაძე, ჩინეთის იმპერატორი, მეუღლე რუსუდან გიორგის ასული მგელაძე, საქართველოს დედოფალი. მილიონი წელია, 1-2 მილიონი წელია, მხოლოდ ჩემი ცოლია, ჯვარი აყრილი აქვს სხვებთან. გეიგეთ თქვენა რუსოდან გიორგის ასული მგელაძე 1 მილიონი 2 მილიონი წელია. 1-დან 2 მილიონი წელია რომ მისი ცოლია ჯვარი აქვს აყრილი სხვებზე. ამოწყვიტეთ ზვიად გამსახურდია თქვა მე ვარო იესო ქრისტე. თუ სამღვდელოება შვილს არ მომინათლავს, მე თვითონ მოვნათლავო. ჩემი შეფასება ანტიქრისტე. ეს უკვე მეორე წელს. თუ მეხუთე თუ მე რამდენი. ედვარდ შევარდნაძე, პატრიარქი ეს ერთი და იგივე წერია თუ რა ხდება. ამოწყვიტეთ იგივე წერია. ძალიან ბევრჯერ იგივე წერია. მოკლედ. ვინც მენარიმან მამა ნიკოლოზ დაჩაგრავს, ქრისტე ღმერთმა დაჩაგროს 180 ტრილიონი წელი. ვინც მენარიმანს მამა ნიკოლოზ მომკლავს, ქრისტე ღმერთმა მოკლას 180 ტრილიონი წელი. 180 ტრილიონი ჯერ. ვინც მენარიმანს მამა ნიკოლოზ არ გამიკეთებს სიკეთეს, როცა შეუძლია ქრისტე ღმერთმა მოკლას 180 ტრილიონი ჯერ, მე მეუბნებიან რატო იწევლებიო. კაი ტიპები ხართ. მე ბაძავ ნარიმანს. ღმერთმა დამიფაროს როგორ ნარიმანს მიბაძო ბეიბებო. ის კაცია და მე ქალი ვარ. მე სხვანაირად ვბაძავ სხვა რაღაცებს გესმით? კაცი დარჩება და ქალი ქალად.
ჩემი ისტორიული პორტრეტი. მე ნარიმან გივის ძე მაკარაშვილი ბაგრატიონი დავიბადე ქალაქ ბათუმში 1951 წლის 20 ნოემბერს. ეხლა დაბადების დღე მოდის. დაბადების დღე მოდის 20 ნოემბერს დაბადებულ. აკი 5 ნოემბერსო. დავიდა 5 ნოემბერი არ წერია კაცო. მოიცა გადავშალო კეთი. Where are you? Where are you? არა, 20 ნოემბერს წერია. ხო, რაც არსებობს კაცობრიობა სულ მე ვარ მხოლოდ მსოფლიოს მბრძანებელი ერთპიროვნული მმართველი მოსამართლე, იმიტომ რომ მარტო მე შემიძლია სამართლიანობა გამრავლების ტაბულა მათემატიკაში, ამიტომ ყველაფერი ჩემზეა. სულ მე ვარ მეფე, იმპერატორი, პატრიარქი, უშიშროების უფროსი. ეხლაც მე არა მოვწყვიტე 200 თანამშრომელი? ეხლაც მე ამოვწყვიტე 200 თანამშრომელი. კაცობრიობის დასაბამიდან მე ვარ ყველანაირი ორგანიზაციის უფროსი. იმიტომ რომ მარტო მე შემიძლია სამართლიანობა, ობიექტურობა, კეთილაობა, აგერ ბიჭო. ეს მეორდება ყველა გვერდზე, თუ რა ხდება? ამას რო წაიკითხავს ადამიანი და გავა ბოლოში კი დაიჯერებს, რომ მართლა ეგრე არის ყველაფერი. 500 მილიონი ჯერ თუ წაიკითხავ ერთი და იგივეს. და ფანატიზმია ქართველთა მტერი გეუბნება თანაც აგერ აქ 177 გვერდზე გეუბნება ფანატიზმია ქართველთა ნომერ პირველი მტერი რწმენას უნდა აცნობიერებდე. ხო და ომანიშვილის სულიკო წერს მამა ნიკოლოზი 79 წლის ხდება და მამა გაბრიელი 96-ისო. მე რა ხდება? ჯო დავიღალე ამდენი თავისქებით რა. მოდი მეც დავიწყებ ესე. თეა, იმ დღეს ისეთი საინტერესო რაღაცა მოხდა. ლამის არის წმინდანად შემრაცხონ უკვე რა ცხოვრებაში. ხო და რა ვიცი მე სხვა დავიწყო ესეთი წიგნების წერა. მე ცხოვრსალოსობდა მომიხდებოდა ხო? ისა გამოვცემ მე თვითონ სხვას არ გამოვაცემინე. მე თვითონ გამოვცემ წიგნს. თამარ მეფე. განხორციელებული რეინკარნირებული თამარ მეფე. ყოვლად მბრძანებელი დედუფალი ყოვლისა. დედათ დედა. დედა ნარიმანისა, დედა მეფისა, დედა იმისა, დედა ამისა და დედა და მე ვარ დავიწყებ და მე ვარ ამოწყდით ეს არ მინდა ეს წყევლები კაცო აგერ 180 მილიონჯერ გამოგეგზავნოთ უკან ის წყევლა მერტო ჩემო აი ნებისმიერ გვერდზე გადავშალოთ რა მოდი აი დავხურავ წიგს გადავშალოთ აი ნებისმიერ გვერდზე აი აქ 101 გვერდია ეს სელიმი მისტრაფის მინუს უსასრულობისკენ მისტრაფის მინუს უსასრულო მე ნარიმანი მივისტრაფი პლუს უსასრულობისკენ რომელია სწორი სოსლანი არის დონ კიხოტი სელიმი სანჩო პანსა სელიმი არის სიაფანტების ბელადი სანჩო პანსა ჯერ აღტაცებული იყო დონ კიხოტით და მერე მოსაკლავად დასდევდა ხელს მიშლიო ნოდარი კეჭეყმაძე აფერისტობის ფორმულა. იმ სიგრძე წვივები მაქვს 13 წლის ბიჭს ყავარჯნებით დავათრევ. კალათბურთელი ვარ, კალათბურთელის გრაფიკით ვიზრდები წელიწადში 12 სანტიმეტრი. სლალომა გამიფუჭა ფეხები, ამიკრძალა სლალომი. სოფლიო ჩემპიონატზე გამოვედი სლალომში მე-6 კლასელი ბიჭი, სამთო სათხილამურო სპორტი. კარგად გამოვიდა მერაბი. ტრამპლინიდან ხტომას მასწავლიდა დედა.
ხოდა ფეხბურთში ლამის მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდი 13 წლის ბიჭი აჯაყდა სელიმი მე ვარო ღმერთიო გადამკეტა ამაზე ვედავებოდი მე რატომ მკეტავ ქართველი არ ხარ არ გაქვს ქართველის რეაქცია არ გიხარია ანუ ერთად ამ ნარიმანის ტრამვები ერთად გადავიდანოთ, ხო? ერთად აი ეს იმის ნიშანია, ეხლა მე რასაც ვკითხულობ ამ წიგნში, რომ ძალიან რთულად ეჩვენება მისი წარსულის გადამუშავება და წერს, იმიტომ რომ ვინც წაიკითხავს, მას გაუნაწილდება მისი ეს სიმძიმე. ჩემი ისტორიული პორტრეტი, 177 გვერდზე რამდენჯერმე გადავშალო. აი მაგალითად გადავშალოთ კიდევ აი ნებისმიერ გვერდზე. 156 გვერდი არის ვერსია, რომ სტალინი იყო ბაგრატიონი. იმაზე არაა ლაპარაკი, ბოროტი გენია იყო თუ კეთილი. უბრალო კაცი გენია ვერ გამოვიდოდა. სტალინმა სამამულო ომის დროს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გადამწყვეტ ბრძოლას დაარქვა ოპერაცია ბაგრატიონი 1953 წელს. კალისტრატე ცინცაძემ სტალინს აცნობა, რომ რუსეთს უნდა ეღიარებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. სტალინმა რუსეთის სინოდი დაიბარა და უთხრა, საადამდე უნდა იყოთ ესეთ კამაჩი და ამის შემდეგ რუსულმა ეკლესიამ აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. კეფალურობა. ოკეი, გავიგეთ რაღაც. კაი. ხო, ნუ, იცით რა არის მეგობრებო? საინტერესო რა არის, იცი? საინტერესო ის არის, რომ ერთი და იგივე რატო მეორდება ამ წიგნში სულ? ანუ სულ ერთი და იგივე მეორდება. ვერც ერთი პრობლემა ამდენი წელია ვერ გადაჭერით, 117 გვერდია. ჯანმრთელობა, ფეხების სიგრძე, ტვინი, ბინა, ქვეყანა, ფული, ჭამა, სასმელი, ეკლესია, სანთელი, გათბობა, როდის უნდა ჩავთო გამათბობელი, მზე ჩადის. დახოცეთ ყველა, ვინც ჩაბმულია მზის ამბავში. ამინში, ამოწყვიტეთ, ისი არ გადაიჭრება პრობლემები, ესაა ჩემი გამოცდილება ნარიმანი. ფეხები გამიგრძელეთ, მიაჭირეთ კნოპკას თითი. დიდი წმინდანები ხომ არიან, მიაჭირონ კნოპკას თითი. თქვენ თუ არ იცით, სადაა წმინდანები ხედავენ კნოპკებს. ამხელა ფეხები მქონდა მე-3 კლასში, მე-6 კლასში ფეხბურთი ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე 1970 წელს, ესე იგი იმ სიგრძე ფეხები მქონდა აშშ-ს ნაკრებში. თეატრს ნიკოლოზზე მაღალი ვარ სიმაღლეში, ესე იგი NBA კალათბურთელი ვარო. კნოპკას მივაჭიროთ თითი. წმინდანობა სხვა კნოპკაა, წმინდანი ღმერთობა სხვა. ტვინს ხომ არ ვთხოვ, წმინდანობასაც არ ვთხოვ, წმინდან ღმერთობასაც არ ვთხოვ, ჩემს სრულყოფილ აღდგენასაც არ ვთხოვ ფეხებს და რატომ არ აკეთებენ? 1 მილიონი წელია ეს პრობლემა იმ ხელაზე მტრობენ წმინდანები, მე ნარიმანი დებილი ბიჭი ვუგებ ყველა წმინდანს. ისინი ცოდავენ, მე არა, ღმერთის სამართლიანი ნარიმანს ტვინი არა აქვს, შენ ტვინი გაქვს, значит გეკუთვნის ჯოჯოხეთი. ბიჭო, ამის წამკითხველებს კარგად ეკნებათ კიდე ტვინი იქ, კარგად აქ კიდე დალაგებული ტვინი იქ რა. იმიტომ სულ ერთმანეთში ხან როგორ შეეპასუხებიან, ხან როგორ და ვერ გაუგიათ რას წერს ნარიმანი და რანაირად გაიგებ. ერთი და იგივეს წერს, მე სხვანაირად წერს, მე ისევ ერთი და იგივეს სალოს რას გაუგებო და მაშინ საერთოდ რა საჭირო იყო ამ წიგნის გამოცემა. იმის არ იყოს ალეკო პეტრიაშვილმა რო თქვა, სალოსობს და არ შეუძლიაო ჩემზე. თარო არ შეუძლიაო რა და თარო სალოსობს ვითომო და სალოსობას გეგონება ესენი აქვს რა ქვია. კრიტერიუმები აქვს, რომელსაც ისწავლი და მერე ან გამოგივა ან არა რა. წესები ქონია სალოსობას ისწავლი თურმე.
ამ დროს უნდა გაიცინოს კაცმა, გესმის? სალოსობას რო ისწავლი და მერე ან გამოგივა და ან არა, გესმის? აუ, ჩემი ისტორიული პორტრეტი. ბიჭო, ეს 177 გვერდი გადამეკიდა რაცხა გადამეკიდა. მოდი, აბა რა უნდა აქ ვნახოთ რა. კაი, წავიკითხოთ ბოლომდე მაშინ. რაღაც მეხუთედი გადავშალე ამგვარად. ჩემი ისტორიული პორტრეტი. მე ნარიმანი გიჟ მაკარაშვილი, ბაგრატიონი, დავიბადე ქალაქ ბათუმში ამდენ წელს, ხო? კეთილი. ეს ხო წავიკითხე. რაც არსებობს კაცობრიობა, სულ მე ვარ მხოლოდ მსოფლიოს ბრძანებელი, ერთპიროვნელი მართველი, მოსამართლე, იმიტომ რომ მარტო მე შემიძლია სამართლიანობა, გამრავლების ტაბულა მათემატიკაში. მარტო ნარიმანს შეუძლია. ამიტომ ყველაფერი ჩემზეა, სულ მე ვარ მეფე. იმპერატორი, პატრიარქი, უშიშროების უფროსი. ბიჭო, თუ უშიშროების უფროსი ხარ, აგერ ის საკითხი, რომელიც აქ მოხდა ასურეთის კარზე, დღემდე ვერ განუხილე და რაღაცა ქენი უჯიკე რომ დაამთავრონ ეს საკითხი კაცო. ხო, დღეს კი დამიბრუნეს მობილური, მადლობა უფალს. მადლობა ნოდარს, რომელმაც ხელწერილი დამაწერია, რომ ამ ტელეფონს არაფერი მოუვა ცუდი. ბავშვებო, ხელი არ დაადოთ მაგ ტელეფონს. არ წამიშალოთ ვიდეო, თორე დაღუპული ვარ. ეხლაც მე ამოვწყვიტე 200 თანამშრომელი და კაცობრიობის დასაბამიდან მე ვარ ყველანაირი ორგანიზაციის უფროსი, იმიტომ რომ მარტო მე შემიძლია სამართლიანობა, ობიექტურობა, კეთილობა, ანგარიშიანობა, სიწრფელე, პატიოსნება, ოპტიმალურობა, იერარქიულობა, გარდაცია, გრადაცია, ფული ჩემი გამოგონილია, ფული მანი, მთელი მსოფლიოს ბანკების უფროსი მე ვარ, უდიდესი ეკონომისტი ვარ, აკადემიკოსი, მეცნიერი, საქართველოს ბანკების უფროსი მე ვარ და კერძო ბანკებისაც ხედავთ, ხალხობის ჩაუჭერი ხართ თქვენ? ბანკების ვალები ვისაც გაქვთ, ნარიმანთან გაქვთ საქმე. არ შეგეშინდეთ, ცუც არაფერს გაგიკეთებთ. მარტო 200 კაცი შეიძლება თანამშრომელი მოკლას. მარტო მევჭრი ფულს, მარტო მე ვარიგებ ფულს, ფულით გავაერთიანებ მსოფლიო, ფულით გავარღვიე ნებისმიერი საზღვარი. რელიგიური ფანატიზმია ქართველთა ნომერ პირველი მტერი. რწმენას უნდა აცნობიერებ და უნდა იცოდე რომ შენი ღმერთი მოკვდა და მერე გაცოცხლდა. ხო და ჩვენ ქართველები იმიტომ ვართ კაი ხალხი, რომ ვიწამეთ ქრისტე ღმერთი. ეგეთი კეთილი კაცი არ გვინახიაო. ერთადერთი პრობლემაა კაცობრიობის ისტორიაში ესაა ღმერთის რწმენის პრობლემა. მარტო ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სხვა არავინ აღდგა მკვდრეთით, ამიტომ გვწამს ქრისტე ღმერთად. დავით აღმაშენებლის ხასიათებში წერია: შენ ხარო ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნილთა შორისო, კაცს მოყვარე ვითარცა ჩემი იესო, ღმერთთა შორის მე ნარიმანი ვარ ერთი, უდრის ერთი ცალი და ისიც კაცი, ამიტომ ჩემთვის გასაგებია სახარებისეული ძე კაცისა, ხო და სულ მაგას ვედავები ჩემს ცოლს რუსუდან გელაძეს. საათ აიყვანე ჩემი შვილები, მე ბიჭების მამა ვარ, გოგოების კი არა. ამერიკა მთლიანად დავიფყარი, მორგანი მე ვარ. მორგან სისამაეზე ყოფილა. ჩემს ხელშია ყველაფერი, ფული, ბანკებისა და რკინაც. როკფელერიც მოვსპე და სხვა ყველა კაპიტალისტი. რუსეთშიც იგივე მდგომარეობაში ვარ, მარტო ცხოვრობ კრემლში, იმიტომ რომ მე ვარ სტალინი. სხვა სტალინი კაცობრიობამ არ იცის. ზოგს გონია რომ ჩემი ნარიმანის ცხოვრება უფრო მძიმეა სტალინის ცხოვრებაზე, მაგრამ თვითონ სტალინმა მეორე მსოფლიო ომის მერე დიდხანს იფიქრა და თქვა სტალინია ყველაზე დიდიო. ესე იგი ეს იმაზეა დამოკიდებული ადამიანი თავის თავზე რას იტყვის. მეც ვიტყვი, მე ვარ ყველაზე დიდი, მე ვარ ყველაზე სამართლიანი, მე ვარ ყველაზე ლამაზი და გამოჩენილი, ყველაზე ფიფქია, ყველაზე სათნო, ყველაზე დახვეწილი პოლიტიკა, ყველაზე საუკეთესო
მატრიარქი, ყველაფერი ვარ, ყველაფერი რაც კი კარგი არსებობს, მხოლოდ მე ვარ. მე გავაჩინე სამყარო. ხო, ნუ როგორც ჩანს, აქ ვინც რა სიტყვის თავის თავზე ის არის კარგი და მე გავაჩინე სამყარო, მე გაგაჩინე შენ, ჩემო ქმარო, მე გაგაჩინე შენ, ჩემო შვილებო. საწოლო, მე შენს მე გაგაჩინე, მაგიდაო. არა, მე გაგაჩინე შენ და შენ რო გააკეთე ეს ჩემი გაჩენილია ესეც. ეს მაგიდაც, ეს კამიც, ეს ფოთოლიც, ეს კაკალიც, ეს ყველაფერი, თქვენ ჩემი გაჩენილები ხართ, ყველანი. აბა ერთი არ დაგიჯერებიათ, მე ვეთყვი ნარიმანს და ნახეთ რა გიქნათ თქვენ. ჩემი ნარიმანის შექმნილია ატომური ბომბების სხვადასხვანაირი ლაზერი, ტელევიზორი, მფრინავითებში, კაცობრიობის ისტორიაში მარტო მე ვარ მეცნიერი, მარტო მე შემიძლია სამართლიანობა, გამრავლების ტაბულა მათემატიკაში. მე ვარ პირველი დავით გილბერტი, მე-20 საუკუნის უდიდესი მათემატიკოსი, მეცნიერი, ისააკ ნიუტონი, ინგლისელი ფიზიკოსი, უილიამ შექსპირი, დავით გურამიშვილი, სტალინი, მენდელევი, ქიმიკოსი, პიტერ შოპენჰაუერი, ფილოსოფოსი, მირიან მეფე მაშინ მე ვარ თამარ მეფე და თამარ მეფე ყველა, მაშინ მეწეს ყველა ყოფილა. ვინც ქრისტიანობა, მე ვარ მირიან მეფე, მე ვარ ვინც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა საქართველოში. სტალინის ცოლი იყო რუსუდან გელაძე, მე ყოველთვის ვცდილობ რუსუდანი ავწიო მაღლა, რომ დაისვენოს ბოზობიდან და გახდეს ადამიანი. არ იყვარს ნარიმანს ლამაზი ქალები როგორც ჩანს. ადამიც მე ვარ, ცოტნე დადიანი, ფსალმუნები შენი დაწერილიაო, საეკლესიო კალენდრები, საქართველოს საეკლესიო კალენდრებში ეს ეწერია ჩემზე, საეკლესიო საგალობლები, რომლებიც ეხლა იგალობება ნარიმანის მამა ნიკოლოზი დაწერილიაო. წმინდაო ღმერთო, ღირს არსი, ჯვარსა შენსა, მამაო ჩვენო, იესო ტკბილი, მთელი ლიტურგია თითქმის მონაზონი ნიკოლოზი ნარიმანი. Რაღაც გვინდა ხალხო, სხვა ადამიანები, აგერ ნარიმანია ყველა. მარკოვიჩ, ტყუილა კი არ გადაუღედის. ნეტა ორ უცნობიანი განტოლებების ამოხსნა შეუძლიაო? არ ვიცი. მაგრამ მის მრევლს რომ კარგად შეუძლია მის გარეშე საქმეების გადაწყვეტა, აი ეს კარგად ვიცი. ბრძანება. რაც არსებობს კაცობრიობა, მხოლოდ მე, ნარიმან გივის ძე, მაკარაშვილი, ბაგრატიონი ვარ ბრძანებელი. ერთადერთი ბრძანებელი მთელი მსოფლიოში, ერთადერთი მმართველი, უდიდესი ძალის მქონე, მარტო მე ვარ პლუსში, მთელი მსოფლიო მინუსშია. 5 ტრილიონი ადამიანი მინუსშია, 1 მილიონი წელი ტვინი გამოთიშული მაქვს და ჩემზე ჭკვიანი იქნება ვინმე? მილიონი წელია სხეული ავად ყავს. ამიტომ მე განვითარდი როგორც სულიერი არსება, სული როგორც პიროვნება. მე ნარიმანი თქვენთან შედარებით ვარ სულიერი გიგანტი, ციკლოპი. მე მივისწრაფი პლუს უსასრულობისკენ, თქვენ მინუს უსასრულობისკენ. არ წყვიტავთ ცოდვას და ამიტომ ქრისტიანობა არის უცოდელობის რელიგია. სიწმინდის მიზანი ყველა წუთას არის სიწმინდე, უცოდელობა. ნებისმიერ სიტუაციაში მიზანი არ არის ძლევა, არა გამარჯვება, არამედ უცოდველობა, სიწმინდე. პირველი კლასიდან ვარ სტიქაროსანი. პირველი კლასიდან მაწამებენ წელიწადში 2-ჯერ ეკლესიის ერთგულებაზე. პირველი კლასიდან ვსწავლობ 7 მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებს, დიდი ჯულის კანონს. პირველ კლასიდან ვარ უმაღლესი ორგანიზაციის თანამშრომელი. მე-4 კლასში გამოცდაზე მეკითხებიან მღვდლები. როგორ ფიქრობ, ნარიმან მამა ნიკოლოზ იესო ქრისტეს ჯვარს მისას ვის სახელს დაიძახებდაო? ღმერთის თუ ეშმაკისო? მე ვუპასუხე ორივეს. მამა გაბრიელმა იცოდა შეკითხვა, ქრისტეს ღმერთი რომ გენახავ გოლგოთაზე მიმავალი რას იზამდი? მე ვპასუხობდი, დავით შოქებოდი და ტირეს დავიწყებდი. რა სუსტი ხარო, მე შევაკვდებოდიო. მე ცოცხალი ყოფილიყავი და ქრისტეს ჯვარს მას დაუშვებდიო. შენ ბერი კი არა, შანტეკლორის დედოფალი ხარ.
ბუმბულებში გძინავსო. მე კი 25 წელი სასაფლაოზე მეძინა. მე 15 წელი მართ ცხოვრობდი. მე 5 პატრიარქი გამოვიცვალე. მე მაგათთვის დამეჯერებინა. მერაბ კოსტავა ბევრი გმირი იყო და შენ იცი ვინახარო? მერაბ კოსტავა ბევრი გმირი იყო და შენ იცი ვინახარო? შენ ბერი ხარო. ბერობაზე დიდი გმირობა არ არსებობსო. 12 წლისამ რომ დავიწყე ღმერთის ძიება ჯერაც არ შემიწყვეტია. მარტო მე ვარ გიჟი. მარტო ვეძებ ღმერთსაო. შენ ხომ არა ხარ ღმერთიო? მე ვუპასუხე. არა, მაშინ მე ვიქნები ღმერთიო. 40 წლის ბერი ვარ, მორჩილი არ მღირსებიაო. ჩემ 40 წლის ბერობა წყალში გადასაყრელიაო. არა, მამაო, ვუპასუხე, ხო და არ მიმატოვო შენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხარო. ქართველიერი სირცხვილი არ იქნება? მორჩილად რუსი, სომეხი ან თათარი რომ არ ავიყვანო? კი, იქნება, ვუპასუხე ჩემი ბერობის საიდუმლო. ხომ უნდა გადმოგცეო? კი, მე გამიხარდება, ვუპასუხე. ასე დაიწყო ჩემი მორჩილება მამა გაბრიელთან. ესე იგი, ვერი გაბრიელი მერაბ კოსტავას აქებს. მაგრამ ნარიმანი ზვიათს აგინებს. What? 12 წლისამ რომ დავიწყე ღმერთის ძიება ჯერაც არ შემიწყვეტია. მარტო მე ვარ გიჟი, მარტო მე ვეძებ ღმერთსაო. შენ ხომ არა ხარ ღმერთიო? მე ვუპასუხე, არა. მაშინ მე ვიქნები ღმერთიო. 40 წლის ბერი ვარ, მორჩილი არ მღირსებიაო. ჩემი 40 წლის ბერობა წყალში გადასაყრელიაო. არა, მამაო, ვუპასუხე, ხო და არ მიმატოვო შენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხარო. ქართველიერი სირცხვილი არ იქნება? მორჩილად რუსი, სომეხი ან თათარი რომ ავიყვანო? ქართველიერის ღირსება არ იქნება? მორჩილად რუსი, სომეხი ან თათარი რომ ავიყვანო? კი, იქნება, ვუპასუხე. ჩემი ბერობის საიდუმლო ხომ უნდა გადმოგცეო? კი, მე გამიხარდება, ვუპასუხე. ასე დაიწყო ჩემი მორჩილება მამა გაბრიელთან. მორჩილად რუსი, სომეხი ან თათარი რომ ავიყვანო? ნაწყვეტი მერაბ კოსტავას ლექსიდან, ძმას ქრისტეს მიერ. ხო. ოდეს ტაძარსა შედრკა მწირველი და მიეფარა ღრუბლებს უფალი, შენ აღემართე ვითა პირველი დაშრეტილ რწმენის ჭრირის უფალი. ვინც განვიახლე ნათლობის მადლი, კურთხევის ძალა შორს გამიზნული. ვისია დაწერილი? ნათლისმცემლის თავის მეოთხე პოვნა. საბოლოო პოვნა. ნეტა ვის აქვს ჩემი თავი? ვინ სარგებლობს ჩემი ტვინით? ვინ ეძებს ჩემს თავს? უნდა წაიკითხო, იდიოტი, უთაო მხედარი პროფესორ დოულერის თავი მარტო ჯუნგლებში. მოკლუხო მაკლაი პაპუასებთან. არ პირველად მისვი და ასე შემდეგ, რომ დაეჯერებინათ პაპუასებს მიკლუხო მაკლაისთვის, ანუ რომ ერწმუნათ არსებობა თვითმფრინავის გემის მატარებლის, ხომ გადახდებოდნენ ათასობით საუკუნეს განვითარებაში, ხო და ამხელა იარაღი ერწმენა ჭეშმარიტების შემეცნებისას და მორწმუნე იყენებს ამ იარაღს, ხოლო ურწმუნო ვერა, ამიტომ მოგიწოდეთ ყოველთვის გწამდეთ ჩემი, მე ვიცი ჩემი თავი, ძალიან კეთილი ვარ. ქრისტე ღმერთმა სულ სიკეთით და სიყვარულით გაგავსოთ ყველანი. გამოიტანეთ აზრები? ასოთხმოცდამესამე გვერდი.
მე ნარიმანი მეფე პატრიარქი ფიურერი აკადემიკოსი უშიშროების უფროსი ნინო კალაძე მე ნინო კალაძე ვარ წმინდა ნინო ჩემიდან ნანა დედოფალია მირიან მეფე ნარიმანი არაა მირიანი არის სელიმიო მაგრამ მირიანს კი არ გამოუცხადებია ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ჩემმა დამ ნანამ კილაძემ ნანა დედოფალმა მირიან მეფეს არ ეცალა ომობდა დედაჩემი ცისანა წმინდა ნინოს დედაა მამაჩემი ჭოლა კილაძე წმინდა ნინოს მამა დედაჩემი ცისანა საფრანგეთის დედოფალია მამაჩემი ჭოლა არის ლაო ძი ეს ვერ აიტანა მანანა კაშიამ მე ვარო გერმანიის დედოფალიო ნინო მოპასუხა მე ვარო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო დედოფალიო მე დაამატა მე ვარო რუსეთის დედოფალიო მე ადრეც ვუთხარი ეგო ნარიმანსო მე ვარ თამარ მეფეო ესე ვთქვი მე ჩუნზე რატო არ წერს ნარიმან არაფერს რა იყო რა მომისროლე იქი დედიკოს ნუ ეთამაშები ნარიმან ნუ ეთამაშები შენ დედიკოს თორემ ხომ მოგპარეს ეგ დედიკო ამაზე დგელა ზაქარიძემ გამოაცხადა მე ვარო ფურერიო ჰიტლერი არა ფიურერი ვარ როგორ დაამტკიცებ შევეკითხე რა დამტკიცება მაგას უნდა რა დამტკიცება მაგას ჰიტლერი ჯოჯოხეთშია და მე აგერ ავდგავარ შენ წინაშეო წინო მე ვარო ქრისტეს მეგობარი ლაზარე 4 დღეს გვარი რომ იყო ბეთანიელი რომ გააცოცხლა გელას აქვს უნიკალური მეტყველება ორატორია როგორც ფიურერის სახითაც გავს გარეგნულადაც ხო და ნარიმან აგერ სახით მე თამარებს გავარ და ერთი ცოტა ჩემზეც ილაპარაკე რამე შენ მრევლს უთხარი რა იქ თამარ მეფე რო დგას ხოლმე ხანდახან მართლენთან რა ხო მე ნარიმანი მეფე პატრიარქი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი შემოვიდა ახალი რამე მე ნარიმან გივიზზე ბაგრატიონი მაკარაშვილი დავიბადე ქალაქ ბათუმში 1956 წლის 20 ნოემბერს მამა გივი ალექსანდრიძე მაკარაშვილი გიორგი სააკაძე და ასე შემდეგ ბებია ბიძა უმციროსი ძმა მამიდა და ყველა ჩამოთვლილი აქ ვინ არის გადავედით 196 გვერდზე მე ნარიმანი მეფე პატრიარქი მეცნიერებათა აკადემიკოსის პრეზიდენტი სტალინმა იცოდა რევოლუციის რკინის კანონი უცვლელი კანონი რევოლუციას ახდენდნენ იდეალისტები და ძალაუფლების ეუფლებიან აფერისტები ამიტომ სულ ხოცავდა აფერისტებს არ დაგითმობთ ძალაუფლებას აფერისტებო და თვითონაც აფერისტი ძალაუფლებაში რო იყო და ხოცავდა მთელი ცხოვრება აფერისტებს სტალინი იყო რევოლუციონერი ანუ იდეალისტი გაიგარა კატორღელის ცხოვრება ქრისტიანები იდეალისტები არიან ქრისტიანებმა შექმნეს ატომური ბომბები მთელი ატომური ბომბები რაც კი შექმნილა გამოგონებულია ჩემი ნარიმანის შექმნილია ოჩაღ ნარიმან გივიძე ბაგრატიონი მაკარაშვილი დაბადებული 1956 წლის 20 ნოემბერს ქალაქ ბათუმში ჯაფარისის ნომერ 38-ში ჩემი მეგობრები არიან სოსლანი და სელიმი დიდი მეცნიერები სელიმი იმხელა ქიმიკოსია შერლოკ ჰოლმსი ქიმიკოსი იყო გამოაცხადა დინამიტი გველუკაშვილს მინდა ეხლა მიმართო რა ბატონ მალხას გველუკაშვილსა მე რომ მაგის წიგნი წავიკითხეო მივხვდი რომ ამ კაცს დიდი ცოდნა აქვსო და გვეკაიფებით თუ რა ხდება ხალხო მართლა გვეკაიფებით ესე იგი მოდი ყველა ეტყობა ყველა ვსალოსობთ უკვე რა გადავიხე მთელი საქართველოს სალოსობს მეგობრებო არ დაიჯეროთ არც ერთის ერთს რომ ერთს იძახის მეორეზე მეორეს იძახის დღეს რომ ასე იძახის ხვალ სხვანაირად იძახის არ დაუჯეროთ არავის ქრისტემ თქვა ბოლონიams ყველას მოატყუებსო და აგერ მოსულა იქ დრო რომ გავხდარვართ სალოსები ყველა რა აი თურმე რა თქვა ქრისტემ ბოლონიams ყველას მოატყუებსო გადავშალე სხვა გვერდზე 225 გვერდი აპოკალიფსში სტალინი წერია თუ ნარიმანი
სტალინი მეორე მხეცია, ლენინი პირველი მხეცი. სტალინი იყო ძალიან ჭკვიანი, უდიდესი ლოგიკა ჰქონდა. მაგით იგებდა. არავის არ ჰქონდა სტალინის ხელა ლოგიკა. ან მისნაირი მისი მსგავსი ლოგიკა, ამიტომ ეგრევე იგებდა. ხო და იმიტომ წერს მიწაში. აპოკალიფსში წერია მძულსონ ნიკოლაელთა საქმენიო. სად წერია ნარიმანი აპოკალიფსში? მამა გიორგი გამრეკელმა თქვა ანჩის ხატში. პირველი მხეცი გაბრიელია და მეორე ნიკოლოზიო ნარიმანიო. ესე იგი ნარიმანს უფრო მძიმე ცხოვრება აქვს ვიდრე სტალინს. არა, უბრალოდ კითხვას ვას. ესე იგი ნარიმანს უფრო მძიმე ცხოვრება აქვს ვიდრე სტალინს? მაშინ უნდა ეწეროს აპოკალიფსში რაღაცნაირად მაინც უნდა ეწეროს. პირველი მხეცი, რომელსაც აქვს ჭრილობა, מחვილისაგან და არის ცოცხალი, შეიძლება არის ქრისტე. ესე იგი ეკლესია არის დედა. ესე იგი ქალთა ქალური. ეკლესიასტია? ეს ხომ არაა მეორე მხეცი, რომელმაც გააღმერთა პირველი მხეცი ქრისტე. პირველი მხეცი ქრისტე, ხომ გახსოვთ ბიბლიაში შვილმკვდარმა მამამ შექმნა შვილის კერპი და ილოცა მისთვის და მერე გააღმერთა რომელიღაც წ-წ-ელია. იქ დამხვდა გიგა ღლონტი და რამაზი ნიორაძე. გადმომიყვანა თორნიკე ნინიძე. ესე იგი რა კარგი ბიჭია. გადმომყვნენ 5 გოგო და 5 ბიჭი. ჩემი და შენი კლასელი ეხლა ძალიან დიდია, მინიმუმ 65 მოსწავლე. ყოველდღე შენაკადია და განაკადი. მოსწავლეთა რიცხვით ხანდახან ადის 100-ზე, 118-ზე. მაია პატარაია კლასელია. მე პირველი კლასის 1 სექტემბრიდან სტიკაროსანი ვარ და ოფიციალურად ვიღებ ხელფას. 7 წლის ასაკიდან მიჭირავს რევოლვერი. ვიზრდები როგორც პატრიარქის პირადი მცველი. წევარ მასთან ერთად ოთახში. ხო და კიდე მე არ მეკუთვნის ხელფასი? რა წერია საეკლესიო კალენდრებში ჩემზე? ვინ ვარ მე კაცობრიობის ისტორიაში? არტურ შოპენჰაუერი, ფილოსოფოსი, უილიამ შექსპირი, მე თვითონ დავიშოკე, დიმიტრი მენდელევი, მეცნიერი, დავით გურამიშვილი, პოეტი, სოფლიოში მიდის მილიარდობით ტირაჟით. იმიტომ რომ ყველას უნდა საეკლესიო კალენდარი როგორც ავტორიტეტული ორგანო წიგნი. თვეში ჩემი შემოსავალია 120 მილიონი დოლარი. ოფიციალურად ჩემზე დგას ეკლესია ც და საქართველოც. ხო და რატომ არ მაძლევენ არსებობის ფულს? რაღაცა სოფია ლოგოსი მაგონდება თია. რაღაც ეს ეთყობა ეს არის ეგ დემონია რაღაცა რომელიც გაძახებინებს რომ ყველაფერი ჩემია დამიბრუნეთ ჩემია ყველაფერი მომეცით მე შექმენი ყველაფერი და მე იმის ეთყობა აი ამ წიგნში გამოხატავს იმ დემონებს რომლებიც აი დადიან აი ესე ყველას თავში და ვინ შეუშვებს მის თავში იმას შვებიან რა ფიტავენ მის თავს ხო და რაღაცა მაგას უფრო გავს ეს რა ზვიად გამსახურდიაზე მომივიდა შენიშვნები რატომ არ ააშენა ტაძარი რატომ არ გამოსცა ცოდვათა წიგნი რომ გვეცოდნოდა რა გვეთვლება ცოდვაში ესეც ხომ გამოიწვევდა ცოდათაგან განთავისუფლებას რასაც ამბობენ ქრისტეზე რატომ არ გამოსცა თავისი მრწამსის წიგნი რატომ არ ითამაშა ფეხბურთი ჩემი თვალით მაქვს ნანახი თუ არა დიდი ფეხბურთელი იყო ჩემი თვალით მაქვს ნანახი თუ რა დიდი ფეხბურთელი იყო მრისხანე ნომერ 10 ნომერი ყველას ატყუებდა და გაქონდა გოლი დიდი სიმძლავრის ტალანტის მიწაში დამარხვა ცოდვა ადებილებს ადამიანებს რატომ დაანგრია ბავშვობიდან ძალაუფლების გზას რატომ დაადგა ბავშვობიდან ძალაუფლების გზას ალექსანდრე დარსაველიძეს ბავშვობიდან დაადგა ძალაუფლების გზას ისწავლა კარატე მე ნარიმანი ბავშვობიდან მიმაბარეს პინგ-პონგში უბრალოდ ბოდიში რატომ წაიღო ფული საქართველოდან რატომ ვერ ესროლა ტყვია ქართველებს დასკვნა მეგრელი იყო
შესწავლილი თუ არის ზვიადი როგორც მეგრელი, მეგრული ფსიქოლოგია? მეგრელებო, არ გეწვინოთ ეხლა რა. სხვანაირად თქვა ეს, სხვანაირად სალუშობს. ემთხვეოდა თუ არა ჰოროსკოპს, დაიბადა 1 აპრილს, ანტიქრისტე იყო, 1 აპრილს აღსდგა ქრისტე. ძველი ქართული ჰოროსკოპი ანტიქრისტეზე. არცა ძაღლის კუდი გასწორდებისო და არცა კირჩხიბი მართლად ვალსო. ვინ იყო მისი ნათლია? მამამისის ნათლია, დის ქმარი, ცოლის დის ქმარი. მეგრელს უნდა დაუპირისპირო მეგრელი. ზვიადი თუ ბერია, რომელი უფრო დიდი იყო, რომელი უფრო კაი იყო, მორწმუნე, ზვიადი თუ მაცი ხვიტია, ზვიადი თუ დადათაშხია, ზვიადი თუ მუშნი ზარანდია, უტუ მიქავა, ტარიელ გულუა, ცოტნე დადიანი, ვასილ ფირსხალავა, შალვა დადიანი, იპოლიტე ხვიჩია, გადავიღოთ კინო ნარიმანზე. თავარი ნარიმანია, თავარი ნარიმანის მოკლა განგაში. ой, რა კარგია, ფილმი გადავიღოთ ნარიმანზე და მე მგონი დამაინტერესა ეხლა ამ ფილმმა. მე მგონი სცენარებს დავწერ და გადავიღებ ფილმს ნარიმანზე. რატომ არ გითხრა ზვიადიმ რომ ვინ შექმნა ჭადრაკი, ნარდი, დომინო, ლოტო, ტანკი, ზარბაზანი, თვინთფრინავი, დირიჟაბლი, პიანინო, როიალი, სკრიპკა და ასე შემდეგ. რატომ არ გითხრა ზვიადიმ? რატომ არ გამოსცა თავისი ისტორიული წიგნი? რატომ არ წერს თავის ყველაფერს? ეს ჩემი დანამატი იყო უკვე. თუ კაცობრიობის ისტორიაში ვინც იყო, რატომ არ დაწერა წიგნი თუ კაცობრიობის ისტორიაში ვინ იყო? რატომ დაუმალა ხალხს გმირები? ზვიადი, ეხლა მე შენ გამოგიგზავნის სახვედურს. რატომ არ დაწერე რომ გმირი იყავი? რატომ არ წერდი ამაზე? ხომ ხედავ ნარიმანმა მთელი წიგნი გამოსცა რომ გმირია. ყველაფრის მართველია, ყველაფერია, მაგრამ შენ რო გმირი იყავი, რატო არ დაწერე მაგაზე? აი თურმესად დასჯილ ხარ შენ. ზვიად. შენ უნდა დაგეწერა, რომ შენ ხარ საქართველოს პრეზიდენტი, ყველაფრის გამკეთებელი, საქართველოს დაუბრუნე თავისუფლება, საქართველოს დაუბრუნე დამოუკიდებლობა. შენ რატომ არ წერდი ამაზე, ზვიად? ზვიად, მე შენზე გაბრაზებული ვარ ძალიან. რატომ არ გამოსცა თავის ისტორიული წიგნი თუ კაცობრიობის ისტორიაში ვინ იყო? რატომ დაუმალა ხალხს გმირები? მე ნარიმანი ვიყავი მირიან მეფე. ზვიადი, ნინო კალაძეს ჩემი ცოლია და ნანა კილაძეც. ნინო კილაძეც ჩემი ცოლია და ნანა კილაძეც. ნინო კილაძემ თქვა წმინდა ნინო ვარო და ნანა ჩემი და ნანა დედოფალიაო. მე ნარიმანმა რომის იმპერატორმა დავაარსე ქრისტეს ეკლესია რომში და ევროპაში და რუსეთში და ზვიადი მრაქნა. ზვიადი მარტო საქართველოს მიხედა რა? მოიცა კაცო ახლა. შენ რო საქართველოს პრეზიდენტი ხდები ზვიად. მარტო საქართველოს კი არ უნდა მიხედო. შენ უნდა მიხედო სრულიად მსოფლიოს. მირიან მეფესაც უნდა მიხედო და წმინდა ნინოსაც. მე ნარიმანმა რომის იმპერატორმა დავაარსე ქრისტეს ეკლესია რომში და ევროპაში და ზვიად შენ რა გაგიკეთებია ერთი? რატომ არ დაარსე რომის იმპერია? რატომ არ დაარსე რომის იმპერია? ღმერთო ჩემო, ეს რა ყოფილა თურმე ზვიადი? რა ყოფილა დედა მე ნარიმანმა რომის იმპერია და სელიმმა დაამხო ბიზანტიის იმპერია. ბიჭო, როდესაც მე ვიყავი მეფედ რა. თურმე სელიმი ყოფილა იმ ბიზანტიის დამხობი და მე დაიქცევა მთლიანად ყველაფერი. აი ახლა ავიღებ მაგ სელიმს, თავს მოვაჭრი და იქ დედოფალი როცა ვარ მე-12 საუკუნეში, გადავალ მე კიდევ მე 41 წლის კი არ გარდავიცვლები 85 წლის. არა, 105 წლის. გესმის? აი ახლა სელიმს მოვაჭრი მე თავს. ხო და იქ შეიცვლება ყველაფერი. მე-12 საუკუნეში თამარი იმეფებს 105 წელი. და მე აქ ამ ცხოვრებაში ვარ თამარი მეფე.
მე დავაარსე ბიზანტიის იმპერია. მე დავაარსე ბიზანტიის იმპერია. ეს არავის არ უთქვავს, მე უნდა დავწერო ერთი წიგნი რა. ზვიად გამსახურდია მოკლა მერაბ კოსტავა? მოიცა, მისცემდა ღმერთი კონსტანტინე გამსახურდიას დავით აღმაშენებლის სიბრძნეს? ან გაიგებდა კონსტანტინე მწერალი იყო და დავითი უდიდესი მეომარი. პირველ დონეს ვერ შეწვდებოდა. მოიცა, კაცო, დავით აღმაშენებელი მეომარი იყო და ეს მწერალი იყო და მისცემდა ღმერთი ამას იმის twins. მარტო მისცემდა თუ იქნებოდა კარგი მეომარი იმის twins. ზვიად გამსახურდია მოკლა მერაბ კოსტავა? ჩვენთან წაღვაში ზვიადი თქვა თუ სამღვდელოება შვილებს არ მომინათლავს, მე თვითონ მოვნათლავო, იმიტომ რომ მე ზვიად გამსახურდია ვარ იესო ქრისტეო, მესამე კლასში ვარ. ეს უდრის იმას, რომ მესამე კლასში ვარო. მერაბ კოსტავამ უთხრა, თუ მაგას იზამ, მე პირველი უარყოფო. მეო არაფრის არ მეშინიაო, მიუგო ზვიადი. იმიტომ რომ იესო ქრისტე ვარო. ალექსანდრე დარსაველიძემაც თქვა კლასში იესო ქრისტე ვარო. აბა მარტო ზვიადიმ კი არ თქვა იესო ქრისტე ვარო, ნარიმანმაც თქვა და ალექსანდრემაც თქვა, სოფია ლოგოსმაც თქვა და აგერ ბუდას ვენდამაც თქვა. კიდე ჩამოვთვალოთ ვინ თქვა იესო ქრისტე ვარო. ილია მეორემაც თქვა. ოღონდ სხვანაირად შეფარულად მე უწმინდესი და უნეტარესი ვარო ქრისტეს ტიტულზე თქვა. რატომ არ უთხრა ზვიადმა ხალხს ეს კაციაო ილია ჭავჭავაძე? ეს აკაკიო, ეს ვაჟაო, ეს გურამიშვილიო, ეს გრიგოლ ხანძთელიო, ეს ქართლოსიაო? რა წერია ქართლოსზე, ქართლის ცხოვრებაში? ერთ ღმერთზე ლოცულობდნენ, რომ იმ უძველეს დროს ქართველებიო და იფიცებდნენ ქართველ საფლავს და ამაზე დიდი ფიცი არ არსებობდაო. დავით გიორგობიანი გავს დავით აღმაშენებელს. დავით გიორგობიანი გავს დავით აღმაშენებელს? რატომ არ თქვა ზვიადიმ ვინა ახლა დავითი, თამარი, გორგასალი, ფარნავაზი და ასე აბა ბიჭო ზვიად ჩემზე არ ულაპარაკია თურმე ხედავ? გაუბრაზდი ზვიად, გაუბრაზდი. რატომ არ თქვა ზვიად გამსახურდია ვინ არის ახლა დავითი, თამარი, გორგასალი, ფარნავაზი და ასე შემდეგ? რატომ არ მითხრა რომ თამარი ვარ? ზვიად გამოგიგზავნი მე შენ წერიც. გამოგიგზავნი. ზვიადი საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო. მოიცა ერთი წუთი, რატომ არ თქვა ზვიადი ვინა დავითი, თამარი, გორგასალი, ფარნავაზი და ასე შემდეგ? მარტო იმას რომ იძახდნენ ზვიადი საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო. რატომ არ აღიკვეცა ბერად? მე რომ აღკვეცა, მე დამაძალა, მიბრძანა, მეუფე დანიელმა ძალით წამიყვანა. ქონდა თუ ზვიადის ადამიანის რეაქცია? ქონდა თუ ზვიადის ადამიანის რეაქცია კაცის, მოწმუნის, ქრისტიანის, ეკლესიურის, ქართველის შესასწავლია. ზვიად გამსახურდია იყო ტიპიური ანტიქრისტე. ბარაბა ერის სულიერმა განვითარებამ უნდა გაასწროს ერის გონებრივ განვითარებას. რა საჭიროა ის გზა, რომელიც ტაძართან არ მიგვიყვანს კომუნიზმში საიდან გადავდივართ, კაპიტალიზმიდან თუ სოციალიზმიდან? რატომ არ თქვა? ზვიად გამსახურდია ანტიქრისტია. გამოაცხადა მე ვარო იესო ქრისტე, თუ სამღვდელოება არ მოუნათლავსო, შვილებს ერთი და იგივე მეორდება. აი მე ღმერთო ჩემო. ერთმა მამამ თქვა, როდესაც კითხეს ნარიმანზე რას ფიქრობდნენ, წაიკითხეთ მისი წიგნი და თავად გამოიტანეთ აზრიო. აგერ გამომაქვს ახლა აზრი რა. თუ გინდათ რომ რებუსები მე უნდა გითხრათ ამაზე რამე კაცო. წაიკითხე და თავად გამოიტანე. თუ აზრი ვერ გამოგაქვთ, ესე იგი მაგარი დაშტერდით. და თუ აზრი გამოგაქვთ, ესე იგი გენიოსი ხართ.
მე გამოვიტანეთ ჩემი აზრი, მაგრამ ჩემი აზრი ვის აინტერესებს დღეს ზვიადგამსახურდიას ჩემზე არ ვლაპარაკია თურმე. არ უთქვა ზვიადგამსახურდიას ჩემთვის, მაშინ დაბადებული ვიყავი მე. რომ ვინ ვარ მე? რატომ არ უთხრა ხალხს რომ თამარ მეფე ეს არისო? ზვიადგამსახურდიაზე მე ძალიან დავიბოღმე ახლა. არ უთხრა თურმე თამარ მეფეზე ხალხს. ეგ არის ანტიქრისტე. როგორ შეიძლება ზვიადგამსახურდიამ თამარ მეფეზე არ თქვას რამე? არც ნარიმანს არ უთქვა ჩემზე არაფერი, არც მე არ დამიწერია წიგნი. ეხლა რომელიც ავაბრალო ზვიადგამსახურდიას ნარიმანსო ჩემ თავს. მე მგონი ყველაზე უნდა გაუბრაზდე მე რა, ჩემ თავზეც უნდა გაუბრაზდე, რატომ არ დავწერე ესეთი წიგნი რა. ბიჯო. ეხლა მე დავწერ ახალ წიგნს. წიგნს გვია თამარ მეფე თამარ ბაგრატიონი, ჩანაწერები, ნასაუბრები თამარის ლაივიდან. თამარის ლაივი ახალი, მეორე, ახალიდან. ხო სამი ხალია, ახალი და ახლა მე დავწერ ახალს. ახალი იქნება ასეთი მეგობრებო. ყველანი ვინც მისმენთ, ხართ ჩემი ქვეშევრდომები. ხო, ისინი ნაზირ-ვეზირები, მონები და მსახურები. ყველანი ვინც მისმენთ, ხართ ჩემი მკვლელები, მტანჯველები და მაწამებლები. თუ თქვენ არ მაღიარებთ, ფეხებს არ დამიგრძელებთ, ისედაც მოკლე ფეხები გამიხდა ამ ორსულობებზე, თუ ფეხებს არ დამიგრძელებთ და ქოშებს არ მომიტანთ, ჩემს ძველ ქოშებს ახალი არ მინდა. მე დაგამტრევთ კაკალს თავზე. მე გამოვიგონებ ისეთ მეთოდებს, რომ 180,000 ჯერ კი არ დაგიბრუნდეთ უკან ეგ წყევლა და ეგ ტანჯველობა, ჩემი წამება, არამედ ნიკოლოზ შემახსენე რა არის ყველაზე ბოლო ციფრი? 4 ნიკოლოზ გელაპარაკები, ბოლო ციფრი რა არის? ყველაზე მაღალი ციფრი? რა ქვია მაგას? კვარცილიონებში გადავალ მე და 180 მილიარდ კვარცილიონს დაგამხობთ თავზე. ხელები დაგიგრძელოთ თუ ხელები თამარ დედოფალო? ხელები არ გინდათ, ხელები დამიგრძელეთ. თანაც სწრაფად. დამიგრძელეთ თმები და დამიგრძელეთ ფრჩხილები, დამიგრძელეთ წამწამები, რატომ არ მიგრძელებთ წამწამებს? მე ვარ ყველაფრის დედოფალი, ყველაფრის გამგებელი, მე შემიძლია მხოლოდ მათემატიკის ტაბულის გამრავლების სწავლა. კიდე რა შემიძლია, ჩემო საყვარელო მეუღლეო? საიკვა შემიძლია კარგად. მე კარგად შემიძლია ხუმრობა და სალოსობა. მე კარგად შემიძლია ფოთლების კრეფა. მე კარგად შემიძლია თითქმის ყველაფერი. აბა რა არის, რომელიც არ შემიძლია მე? ზვიადგამსახურდიას უნდა რა ქვია, მივწერო საყვედურის წერილი. ზვიადგამსახურდიამ არ მახსენა მე. ნინო აფხაძე წერს ღმერთო შენ უშველო ყოველ გაჭირებულსო. ღმერთო შენ გუშველე უღუნდაცა და ნუ გაგვაყოფებ გაჭირებულსა თორე. დავიღალენით ხალხო, დავიღალენით ღმერთო შენ გუშველე, ღმერთო შენ გუშველე, ღმერთო შენ. რატომ ხასიათზე დამაყენა ისი ამ ციკვა ხა? ნეტა ვიქორწეში არ დაუპატიჟებენ. აჩიკო თედიაშვილს, შოთა მაკარაშვილი და მოკლედ ძალიან საინტერესო წიგნია. მე გავნათლდი ამ წიგნით უკვე. ვისწავლე როგორ უნდა ვწერო წიგნები. როგორ უნდა მივმართო ზვიადგამსახურდიას, სტალინს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველანი არიან ნარიმანი. ყველანი იყვნენ, არიან და იქნებიან ნარიმანები. და საბოლოო ჯამში ყველანი დავიწყებთ ასე ლაპარაკ. ნარიმან.
ნარიმან 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 ასე დავიწყებთ ბოლოს საბოლოო ჯამში ყველანი გავნარიმანდებით Bravo, bravo, bravo. ხო, გეყოფათ, ჰუშ, ჰუშ, ჰუშ. ბოშებო. აგიფეთქდათ თქვენს ტვინი? მეც მე მგონი ტვინი ამიფეთქდა. ისე მაინტერესებს ზვიაძე რატო ქონდა აკრეფილი ამას. ზვიაძე რატო ქონდა აკრეფილი ამ ტიპს. მაინტერესებს რა. რამე ცუდი გააკეთა ზვიადი? საქართველოსთვის ჯერ მარტო იმიტომ რომ დამოუკიდებლობა მოუპოვა საქართველოს პრეზიდენტმა. დამოუკიდებლობა მოუპოვა საქართველოს. ხალხო, თქვენ აზრზე ხართ ეს რამხელა ღვაწლია უკვე? ეს რამხელა რაღაცას ნიშნავს, იცით თქვენ? თუ ვინმე სხვა მოუპოვა საქართველოს ნარიმან ხოსუ დამავიწყდა კაცო. ნარიმანმა მოუპოვა საქართველოს. ამის გარეშე ხო არაფერი არ ხდებოდა, არც მაშინ, არც მერე. ეს იქაც იყო, იქაც, ყველგან იყო ეს. ნარიმანი იყო ყველგან, მოკლედ. ზვიადიც ნარიმანი იყო. მაგარი ცუდად მოხდა საქმე რა. მაგარი ცუდად არის ქართველების საქმე. მართლა გეუბნებით რა. რიმაზე შენ გაიხარი კარგ ხასიათს დავდიქიო. რა გვაქვს რიმა, საკარგ ხასიათო. ღმერთო ჩემო, ეს რეები ხდება. მოდი რა ესე ვიტყვი რა. ეს წიგნი არ არის ნარიმანის დაწერილი რა. აი, ესე მირჩევნია რო თქვა რა. ეს წიგნი ნარიმანის დაწერილი არ არის, შეუთხზეს. ეს არის ყველაფერი შეთხზული. მე ესე მირჩევნია რო თქვა რა. ეს არც სალოსობა არის. არც ჭეშმარიტების ფრქვევა არის, არც რაღაცა არის, გაგაგიჟებს. აი ეს წიგნი, ამ წიგნს თუ წაიკითხავთ, თუ გინდათ რომ გაგიჟდეთ, წაიკითხეთ. თუ გინდათ რომ ცოტა ოდნავ რაც შემოგჩენიათ ჯერ კიდევ მედიისგან თავგამოულაყებელი და ტვინ გამოურეცხელი თუ დარჩენილ ხართ ვინმე, მაშინ დარჩით ისე როგორც ხართ. ბიჭო, ჯოჯოხეთში ვართ მე მგონი რა, მართლა ჯოჯოხეთში ვართ რა. აი, სადმე თუ ფსიქოთრილერი მინახია, ფსიქოთრილერი, ხო, ფსიქოთრილერს ეძახიან ეგრე, ფილმის ჟანრს. სადმე თუ რამე მინახავს, კინოში არა, მეგობრებო, აგერ სინამდვილე რეალურად მიმოიხედეთ გარშემო საქართველოში და ამაზე დიდ ფსიქოთრილერს ვერსად ვერ ნახავთ. არც სცენარის დაწერა მოგინდებათ, არც რამე ფილმის თვალების თხრა მოგინდებათ, რომ ფილმი ჩამოტვირთოთ ან იყიდოთ, შეიძინოთ და მე ნახოს, უბრალოდ მიმოიხედეთ ესე გარემოში რა ხდება და
აი ლაშარქანიძე საგიჟეთია და სასირეთიცო და მართლა ეგრეა რა. ქეთი კიდე მეთანხმება ელიაშვილი. ერთადერთი ნათელი წერტილი სადაც ხედავ ხოლმე არის აი რო ავდივართ ეკლესიაზე იქ და რაღაცას ვაკეთებ, თამაშობ ჩვენთვის საყვარლად რაღაცა და მე ნარიმანის ვრელს მინდა ვკითხო, ეს წიგნი წაკითხული გააქვს? აშკარად წაკითხული გაქვს. მართლა გეუბნები თორე თქვენ ნორმალურები იქნებოდით, რო არ წაგიკითხათ 100%. მე მეფე ვარ. ხო, უკვე ვიცით, აქ უკვე ვიცით. მე მეფე ვარ. მეფე ვარ მეთქი, გესმის? მაღიარეთ მეფეთ. ხო, ვაკეთებ უკვე საჭმელი. არა, გვირგვინისა წაიღე. მიზანი ვერ მივხვდი რა მიზანი აქვს. ამ კაცს რა მიზანი აქვს ამ წიგნით. ამ წიგნით ადამიანები უნდა რომ გაანათლოს. თქვენ მივხვდით მიზანს? ზვიად გამსახურდიას მოვკითხავ ერთი რა. რატო არ მაღიარა? რატო არ მაღიარა რომ თამარ მეფეზე არ ილაპარაკა ზვიადმა? ხედავ შენ თქვენ წარმოგიდგენიათ ამ ხელა პრეზიდენტი ბუმბერაზი საქმეების გამკეთებელი თამარ მეფე არ აღიარა. არ მოუყვა კაცობრიობას თამარ მეფე ვინ იყო. დედა გული დამწყდა მე ძალიან. და მე როგორ მიყვარდა ზვიად გამსახურდია. რა კარგი ამბები მქონდა მასზე გაგებული. უშქურში ავედი, იქაც გაუკეთებია თურმე ჰიდროელექტროსადგური. გზა გაუყვანია. ბიჭო, როგორ დაუშვა ეგ შეცდომა რა ზვიად გამსახურდია. იცი შენ ზვიად გამსახურდიას არ უღიარებია თამარ მეფე. არ მოუყვა ხალხს ვინ იყო თამარ მეფე. არა. იმედები გამიცრუა ზვიად გამსახურდიამ რა. არა და როგორ იმედით ვიყავი მე ვთქვი პრეზიდენტად ავირჩევ მეთქი. აი ახლა რა გავქნა ახლა? ახლა ვინ ავირჩიო პრეზიდენტად? ვინ ავირჩიო ახლა პრეზიდენტად? საკაშვილი. არა, ეგეც არ არის კარგი ვიღაცა. მოდი ჩემ თავს ავირჩევ პრეზიდენტად. იქნებ რამე გავაკეთო. იქნებ რამითი მაინც გამოვადგე საქართველოს. არ დააცადეს თამარ, თორემ გაღიარებდაო. ეს მომეწონა ქეთი. მე მიფიქრებ ზვიათიზე იქნებ ავირჩიო პრეზიდენტად. კარგი კაცი ყოფილა. ხო, მართალი ხარ ქეთი, არ დააცადეს. ისა ნარიმან ზვიად გამსახურდიას არ დასალდა, თორემ მაღიარებდა, შენს გაღიარებდა და ყველას აღიარებდა. ქეთი შენ ხარ გადამრჩენელი. აი ტყუილად კი არ გქეშე ქეთევან დედოფლის სახელი. ქეთევან დედოფალი არის გარვანათლებელი. გადამრჩენელი კაცობრიობის. ქეთევან დედოფალი, ახლა არ ხუბრობ. ახლა არ ცალოსობ, მართლა გეუბნები. ქეთევან დედოფალი რომ არ ყოფილიყო, დაგებანათ ხელები. არც თქვენი ქრისტიანობა იქნებოდა, არც თქვენი საქართველო იქნებოდა და აღარაფერი აღარ იქნებოდა. ეხლა მართლა გეუბნებით, არ ცალოსობ, არ ხუმრობ. პირდაპირ გეუბნებით ქეთევან დედოფალს, ვმადლობდეთ ჩვენ რომ ვარსებობთ.
მართლა. ნარიმან, ქეთევან დედოფალზე რატო არ საუბრობ? რა არ გიყვარს? თავი რო შეჭირა ქრისტეს არ გიყვარს? ძუძუები რო დააჭრეს და მუცელში მახვილი გაუყარეს და ფეხები მოაჭრეს და ქალმა რო არ იყვირა არ გიყვარს? თავზე რომ ცხელი გადუღებული წყალი დაამხეს არ გიყვარს? ქეთევანი რატო არ საუბრობ ქეთევან დედოფალზე ნარიმან? ეხლა შენ როგორ ძვიადი გამილანძღე, ისე უნდა გამოკლანძღო შენც. წადი აქედან. ქეთევან დედოფალს დავუბრუნოთ თავის დიდები. თამარა ბებოს მაგონებ თამარო. მარინა შენ ნარიმანის მეუღლეს მაგონებ. ამ კაცის მეუღლე ხომ არ ხარ შენ? მე მგონი ხომ? მან დროზე ხარ ხოლმე. მე მგონი იგა ხარ. სოფელო რაში გაგაქვს, რას გვაბრუნებ, რას ნეკჭირსა, ეხლა მე წავედი. საჭმელი მზად არის. აკუც მითავდება. ბატარია. და მე მგონი დღეს ნარიმანიც უნდა გამოვიდეს და ნაგავი გამოიტანოს. ასე რომ არც ნარიმანის ხალხს ცალია რომ მომისმინოს. არც ჩემს მენელს ცალია და არც მომცალია. წავედი ახლა მე. დეგე მშვიდობებით. თქვენი თამარა ბებო. ბოშო. ქვეშენი ჭირიბე. მეთმა დამიფაროს გასო თქვენი ჭირი თქვენ.